პირველი რითიც იწყება კონფლიქტის მოგვარება და ამისი ტექნიკები არის ის, რომ არასდროს არ წავიდეთ წარსულში და არ დავიწყოთ იმის გახსენება რა იყო, რატომ მოხდა, ვინ მართალი იყო, ვის რა სიმართლე ქონდა, თავის სიმართლე ყოველთვის აქვს ორივე მხარეს. ორივე მხარეს აქვს სიმართლე. ანუ აზროვნება და ფიქრი იწყება სხვა წერტილიდან. კონფლიქტის მოგვარებაში ფიქრის საწყისი წერტილი უნდა იყოს სხვა და ის უნდა იყოს სწორედ სამყაროს მოწყობის, ავკარგიანობის და საერთო ინტერესიდან გამომდინარე და არა იმ კონკრეტული პარტიკულარული რაღაცა ვიწრო ხედვიდან. იმიტომ რომ ვიწრო ხედვა ყოველთვის შემზღუდავია. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ აი მაგალითად ინტერესებია წინ თუ მოთხოვნილებები, კონფლიქტის მოგვარების დროს ყოველთვის მოთხოვნილებები უნდა დადგეს უფრო წინ ვიდრე ინტერესები. მაგალითად მოთხოვნილებები გლობალური რამ არის, ხო ის ბაზისური შეგრძნებებია, როგორც არის უსაფრთხოება, როგორც არის ბედნიერება, როგორც რაც ყოველთვის არის საერთო. ყველას უნდა ეს ამოსავალი წერტილი, იმიტომ რომ ადამიანისთვის ბაზისურია. მაგრამ ინტერესი შეიძლება ძალიან რადიკალურად პოლარული და განსხვავებული იყოს. ინტერესი არ ვიცი მე, იცი თქვენ რომ ორი გოჯი მიწისთვის ძმა მოუკლავს. ინტერესები მან მაგ დონეზე შეიძლება